მოგესალმებით მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ტელედრადიო მაუწყებლობას თქვენ უსმენთ და უყურებთ სამედიცინო ინტერაქტივს მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვარ მაყურებელს და რადიო მსმენელს რა თქმა უნდა ექნება საშუალება დაგვირეკოს პირდაპირ ეთერში და ჩვენი გადაცემის სტუმარს დაუსვას კითხვები დღეს ჩვენთან გადაცემაში გვეწვია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრი პროფესორი ქალბატონი ნათია ჩხაიძე უღრმესი მადლობა რომ მოიცავთ და მობრძანდით ქალბატონი ნათია დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად საღამოშტობის. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა, მაყურებელს აქვს საშუალება რომ დაგვირეკოს კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ქალბატონი ნათიას დაუსვას ის კითხვები, რომელიც ძალიან საინტერესო და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის. დღეს ჩვენი გადაცემის თემა გახლავთ სეზონური ვირუსები და ის გავრცელებული სიტუაცია ძალიან ცუდი რა თქმა უნდა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში ვირუსების თვალსაზრისით. ქალბატონი ნათია, პირველ რიგში რა ტიპის ვირუსებია წელს გავრცელებული, იმიტომ რომ ძალიან შეგვაწუხა თითქოს წელს უფრო მეტად ვირუსებმა თან როგორც მე ვიცი და ექიმები საუბრობთ, ანუ სხვადასხვა ტიპის ვირუსებია გავრცელებული. შეიძლება რომ ერთი ვირუსი გადაიტანო და მეორე დღეს უკვე სხვა ვირუსი დაგეწყოს. კი, აი ჯერ პირველ რიგში რა ტიპის ვირუსებია გავრცელებული ქვეყანაში? როგორც ყოველ წელსაც სხვა ვირუსები არის გავრცელებული საქართველოში. სტატისტიკის მიხედვით წინა კვირას და წინა თვეს უფრო მეტად გავრცელებული იყო ადენოვირუსი და რინოვირუსი. ჩვენ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკიდან ვაგზავნით ხოლმე ვირუსოლოგიებს ლუგარის ლაბორატორიაში, საიდანაც ვიგებთ კონკრეტულად რომელი ვირუსით არის ბავშვი დაავადებული და წინა კვირაში და წინა თვეებში უფრო მეტად ადენოვირუსი და რინოვირუსი ჭარბობდა. რაც შეეხება უკვე სტატისტიკის მიხედვით ამ კვირაში უკვე იკლო რინოვირუსების რიცხვმა და იმატა A და B გრიპის რიცხვმა. დაახლოებით 32% იყო დაფიქსირდა ამ კვირაში უკვე A გრიპის ვირუსი და რამდენიმე B გრიპის. და ეს გრიპები და ეს ვირუსები თითქმის ყველა ერთმანეთს გავს სიმპტომებით გეკითხებით. რა თქმა უნდა, ხა ჩვენ ვერ გავარჩევთ, ვინც არ ვართ ამ სფეროში ჩახედულები, მაგრამ თქვენ ალბათ უკვე ხვდებით, ხო? რა ტიპის ვირუსი შეიძლება კონდეს ბავშვს გავრცელებული. კი, რა თქმა უნდა, ყველა ვირუსი გავს ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ადენოვირუსი არის თუ რინოვირუსი არის, ნამდვილად ვერც ექიმი და ვერც პაციენტის მშობელი ამის განსხვავებას ვერ შეძლებს, რა თქმა უნდა, თუმცა არ შეიძლება რომ ეგივე ითქვას გრიპის ვირუსზე, ანუ იგივე A და B გრიპის ვირუსზე, რადგან მას სულ განსხვავებული სიმპტომები აქვს, განსხვავებული მართვა აქვს, შეგვიძლია თავით დავიცვათ ამისგან იმუნიზაციის გზით, რასაც ვერ ვიტყვით თქვათ სხვა ვირუსებზე. ძირითადად იმ დანარჩენი 200 ვირუსი დაახლოებით, რომელიც შეიძლება შეხვდეს ბავშვს, ერთ-ერთი თქვათ ადენოვირუსი, რინოვირუსი, ამ ორს ვახსენებ, იმიტომ რომ ეხლა ყველაზე მეტად აქტუალური იყო. ამ ორის მიმდინარეობა და ძირითადად სხვა ვირუსების მიმდინარეობა არის მსუბუქი სიმპტომებით მიდის, შეიძლება მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს, მაგრამ რამდენიმე დღე გრძელდება 2-3 დღე, ხველა რა თქმა უნდა ცხვირიდან გამონადენი, შეიძლება იყოს კონიუნქტივიტი, შეიძლება დაერთოს თვალიდან გამონადენი რაღაც შემთხვევებში, თუმცა გრიპის ვირუსი სრულიად განსხვავებული სიმპტომებით მიმდინარეობს. თავდაპირველად იწყება აუცილებლად მაღალი ცხელებით, 38.5-ზე მეტით. ხშირ შემთხვევაში ძნელად ექვემდებარება ხოლმე ანტიპირეტულ საშუალებებს, ანუ დამწევს რომ მისცემენ თქვათ 1 საათი, საათნახევარი მაინც უნდა რომ ჩამოვიდეს ტემპერატურა და მაინც ნორმის ფარგლებში არ ჩამოდის ტემპერატურა და რაც მთავარი არის ინტერვალი ცხელებებს შორის ძალიან ხანმოკლე არის. 4-6 საათში დაახლოებით ისევ მაღალი ტემპერატურა აქვთ ხოლმე ბავშვებს. ამასთან ერთად აღენიშნება საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი, პატარა ბავშვებში, მცირეწლოვან ასაკის ბავშვებში შესაძლებელია ქონდეთ ღებინება, გახშირებული ნაწლავთა მოქმედება, ასევე ხველა რა თქმა უნდა. რთული ვირუსია, როგორც მე ვატყობ, რომ ესე კომბინირებულად ყველაფერი შეიძლება ერთად დაემართოს განსაკუთრებით პატარებს, ხო? არის პატარებში უფრო რთულად და ალბათ მოხუცებშიც რთულად გადასატანი ვირუსი იქნება სავარაუდოდ, განსაკუთრებით
განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც ქრონიკული დაავადებებიც თან ერთვის და თანაწუხებს. ქალბატონია, როგორც ვიცით, H1N1 ტიპის ვირუსიც არის გავრცელებული, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი, ანუ საზოგადოების რომ მარტივად აუხსნათ და საზოგადოებისთვის ცნობილი და მე მაინტერესებს აი უფრო კონკრეტული კითხვა რომ დავსვა, რით განსხვავდება ღორის გრიპი ჩვეულებრივი გრიპისგან და თუ არსებობს რაიმე ტიპის იმუნიზაციას გულისხმობ აცრებს, თუ შველის ამ ღორის გრიპის ვაქცინა რომ არის და არსებობს და ძალიან კარგია ეს ვიცით, მაგრამ აი რა სიმძიმეც ახასიათებს ღორის გრიპს საინტერესოა, აი სხვა სეზონური ვირუსებისგან განსხვავებით მაყურებელს შევახსენებ 0322-388-5. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში, ეს არის ძალიან საინტერესო თემა, მე არ მეგულება ოჯახი, ვისაც არ შეხვდა ეს ვირუსი და ასე რომ ვთქვათ, არ შეწუხდა აი ამ მდგომარეობით, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი, ხო? აი რით განსხვავდება ღორის გრიპი სხვა ვირუსებისგან? მოდით აი ამ ღორის გრიპის თავისებურებებზე რომ ვისაუბროთ. თავდაპირველად მინდა პატარა შესავალი გავაკეთო, ეგრეთ წოდებულ ღორის გრიპთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ დაახლოებით 2009-2010 წლებში იყო პანდემია H1N1-ის, რომლის დროსაც საკმაოდ მთელ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო დაავადებული, დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი. ზუსტად იგივე H1N1 იყო 1918 წელს, როდესაც 500 მილიონი ადამიანი იყო დაავადებული და 500 მილიონი ადამიანიდან 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ლეტალობით დამთავრდა. 2009-2010 წლებში შედარებით ნაკლები იყო ლეტალობა, რაც მიგვანიშნებს იმას, რომ უკვე მართვაც უკვე ვიცოდით ამ ღორის გრიპის მედიკამენტებით შეხვდა საზოგადოება, მე მახსოვს, რომ სწორედ აი ამ წლებში, რომელზეც თქვენ საუბრობთ, პაატა იმნაძე მეჯდა მაშინ გადაცემაში სტუმრად და ანუ უკვე მომზადებული იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მომზადებულები იყვნენ ავადმყოფოები, ექიმები უკვე იცოდნენ, როგორ უნდა მიდგომოდნენ და ემართათ აი ეს ღორის გრიპი. და კიდე ერთი არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო, რომ მშობლებმა უფრო მეტად ისწავლეს აი ამ ნიშნების ამოცნობა. როგორც კიდე ბავშვს აქვს აი ეს მაღალი ცხელება 39-40, რომელსაც ვერაფრით ვერ უმკლავდება სახლში, მაშინ მიმართავენ ხოლმე ექიმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. რაც უფრო მალე მიხვალთ პედიატრთან და პედიატრი შეაფასებს და პედიატრი უფრო კარგად მიხვდება ეს გრიპის ვირუსი არა, ანუ იგივე ღორის გრიპი არის თუ არ არის, მალევე შეიძლება რომ დაიწყოს მკურნალობა და უფრო კარგი გამოსავალი აქვს და მარტივდება ვიდრე თვითნებურად ნამდვილად. იმუნიზაციაზე მკითხეთ და ასევე გეტყვით იმუნიზაციაზეც, რომ ჩვენთან საქართველოში დღეს უფასო არის იმუნიზაცია კონკრეტული ჯგუფებისთვის განსაკუთრებით, ესენია მოწყვლადი საზოგადოება ვინც არის, ესენი არიან მოხუცები, ორსულები, ქრონიკული დაავადებები, ვისაც აქვს მაგალითად დიაბეტი, ასთმა და ბავშვები, რა თქმა უნდა. ასევე ექიმები და ექნები, ვინც უკვე საავადმყოფოში მუშაობენ. და ბავშვებში რომელი ასაკიდან შეიძლება რომ გრიპის ვაქცინა ჩატარდეს? 6 თვიდან შეგვიძლია რომ არის სრულიად უსაფრთხო, ანუ ამის კითხვა მინდა. და კიდევ ერთი უნდა დავაკონკრეტოთ აუცილებლად, რომ ეს გრიპის ვაქცინა ყოველწლიურად იცვლება. ანუ ერთხელ რო ავცრით გრიპზე, არ არის როგორც ეროვნულ კალენდარში გვაქვს ჩვენ აცრები, რომ ერთხელ ავცრით და მორჩება, ეს გრიპის ვაქცინა უნდა გაიკეთოს ბავშვმა და პაციენტმაც ყოველწლიურად. იმიტომ რომ H1N1 როგორც არის, სულადი არის და ყოველწლიურად აი 4 კომპონენტიანი, 3 კომპონენტიანი ვაქცინები რო არის, აუცილებელი არის რომ ყოველწლიურად გაიკეთოს. ყველაზე კარგი არის, როდესაც გაიკეთებს ნოემბრის თვეში, რადგან უკვე 2 კვირა უნდა ორგანიზმს რო იმუნიტეტი ასე ვთქვათ მოამზადოს და ზუსტად ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში იწყება გრიპის ვირუსების შემოსვლა, ასე ვთქვათ, საქართველოში და უკვე ორგანიზმი მომზადებული დახვდება, იმუნიტეტი ექნება, ვთქვათ, ამ გრიპის მიმართ და რა თქმა უნდა, არ არის 100%-იანი დაცვა ვაქცინაცია. არავინ არ ამბობს, რომ 100%-ით თუმცა ხო შეიძლება მსუბუქად რომ გადაიტანოს ადამიანი. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვაქცინაციის ჩატარების შემდგომ განახევრებული არის თითქმის იმის შანსი, რომ შეგხვდეს ვირუსი
ეს ღორის გრიპი იგივე, თუმცა თუ შეგხვდება, საკმაოდ მარტივად გადაიტან და გართულებებიც ნაკლები აქვს და უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ღორის გრიპს საკმაოდ ისეთი ცუდი და მძიმე გართულებები შეიძლება რომ ჰქონდეს. აი მაგალითად რა ქალბატონეთია, იმიტომ გიკითხებით ამას, რომ წეღან ახსენეთ 39-40 სიცხე. შეიძლება რომ ღორის გრიპმაც აი ასეთი მაღალი სიცხე გამოიწვევს და არ დაექვემდებაროს არანაირ მკურნალობას. აქვე მინდა გკითხოთ, თქვენ თქვით რა აღნიშნეთ, რომ აუცილებლად თავიდანვე საჭიროა და სწორია რომ მშობელმა მიმართოს ექიმს, პედიატრს, ხო? რომ დროულად მოხდეს აღმოფხვრა. თუ მშობელმა თვითნებურად მისცა ბავშვს ანტიბიოტიკი, ამ დროს რა ხდება? თავდაპირველად პირველ კითხვას გავცემ პასუხს ცხელებასთან დაკავშირებით 39-40 სიცხე როცა აქვს პაციენტს, რა თქმა უნდა აუცილებელია რომ პედიატრთან კონსულტაციას თუ სატელეფონო კონსულტაცია მაინც ჩაატაროს, რომ უკვე ამ სეზონზე გრიპის სეზონი როცა არის ქვეყანაში, ექიმს როცა ეუნება პაციენტი რომ 40 აქვს ცხელება 4 საათში ერთხელ, ექიმი აუცილებლად მიიტანს ეჭვს, რომ შეიძლება იყოს გრიპის ვირუსი, შესაძლებელია უთხრას, რომ გაიკეთოს ვირუსოლოგია, კვლევა, რომ დადასტურდეს, თუმცა სანამ დადასტურდება, უმჯობესი არის რომ 2 დღე მაინც ჭირდება. მინიმუმ კი დაახლოებით 2 დღე ჭირდება, სანამ დადასტურდება, უმჯობესია რომ დაიწყოს შესაბამისი ანტივირუსული მკურნალობა. რატო არის მნიშვნელოვანი ადრეული დაწყება? რაც უფრო 2 დღის განმავლობაში, სიცხის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში თუ დავიწყებთ მკურნალობას, უფრო კარგი შედეგი აქვს, უფრო ნაკლები გართულების გართულება ალბათ შემთხვევები. პნევმონიას გულის. ფილტვის ანთება არის ხოლმე ძირითადად გართულება, რომელსაც შემდგომ უკვე ჭირდება მეორე კითხვაზე რო გადავიდეთ, შემდგომ უკვე ჭირდება ანტიბიოტიკოთერაპია. თუ ბინაზე პაციენტს აქვს გრიპი და დაიწყებს ანტიბიოტიკოთერაპიას, გრიპს არ შველის ანტიბიოტიკოთერაპია, მხოლოდ და მხოლოდ პედიატრმა უნდა გადაწყვიტოს ექიმმა, რა შემთხვევაში არის საჭირო ანტიბიოტიკის დაწყება. რა თქმა უნდა, თვითნებურად ანტიბიოტიკის დაწყება წაშლის სურათს და საბოლოო ჯამში მისული უკვე კლინიკაში, სურათიც წაშლილი იქნება, თუნდაც ანალიზში და რაც საჭირო იყო მკურნალობა, ანტივირუსული მკურნალობა, ისიც არ ექნება დაწყებული პაციენტს. ანუ როგორც გავიგეთ, არ შეიძლება პირველ მეორე დღეს უკვე ანტიბიოტიკის მიღება, ხო? 0-3-2-2-388 შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში და დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება. როგორ უნდა მართოთ ტემპერატურა ვირუსის დროს? აი, მე გეკითხებით ნებისმიერი ვირუსის დროს, იმიტომ რომ ეხლა არა მარტო ის გრიპის ვირუსები, არამედ ენტეროვირუსებიც არის გავრცელებული სიცხით, ღებინებით, ფაღარათით და ასე შემდეგ, განსაკუთრებით პატარა ბავშვებში და სამწუხარო ის არის, რომ აი ეს ვირუსების წყარო არის ხოლმე სკოლა და ბაღი, იმიტომ რომ ამ დროს არის განსაკუთრებით პიკი, ხო? და ჩვენ მე ვიცი რომ იანვარშიც ძალიან ცუდ შედეგს ველოდებით ამ კუთხით, განსაკუთრებით როცა ბაღები და სკოლები დაიწყებენ მუშაობას, იმიტომ რომ ეს თავშეყრის ადგილები მაინც უცებ ედებათ ხოლმე ბავშვებს. აი, მაგალითად ვირუსის დროს არის მაღალი ტემპერატურა და მშობელმა გადაწყვიტა ზმრიანი და სპირტიანი წინდა, ხო? ამას ბევრი იყენებს კომპოსტოს, იყენებს კიდევ ხალხური მედიცინის სხვადასხვა მეთოდებს, თხის ქონი და ასე შემდეგ, ხო? აი, მართლა ახლა ჩვენ დროს ძალიან ხშირად იყო და დღესაც არის გადმონაშთი და მე მგონი რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხველის დროს ხახვის წვენი და ასე შემდეგ, ხო? აი, რამდენად მართებულია სიცხის დროს და ასევე მაინტერესებს სიცხის დროს რამდენად მართებულია ოთახის ტემპერატურის წყლით გაგრილება ბავშვის, იმიტომ რომ მე მაგალითად ამ მეთოდს ხშირად მივმართავ, როდესაც არის მაღალი ტემპერატურა, ოთახის ტემპერატურის წყლით გადაგრილებას. თქვენ ნამდვილად სწორად აკეთებთ, რასაც აკეთებთ, დავიწყებთ ტემპერატურის მართვით და აი ამ ძველ ხალხურ მეთოდებსაც შევეხები, რა თქმა უნდა. ტემპერატურის მართვამდე აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, რას ნიშნავს ტემპერატურა, ანუ რომელ ციფრს ვუწოდებთ ჩვენ, რომ უკვე პაციენტს აქვს ტემპერატურა. აი, რომელ ციფრს 38 თუ 39? აი,
დავუყურებთ 37.3-37.5-დან უკვე ვთვლით, რომ არის სუბფებრილური ტემპერატურა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, როდის არის გაზომილი ტემპერატურა. ღამის საათებში ზოგადად ყველა ადამიანის ორგანიზმში ტემპერატურა 0.2-0.3 გრადუსით იმატებს. ანუ ვთქვათ 32 თუ აქვს, შეიძლება 36-9 მივინიშნიოთ. ანუ საღამოს საათებში თუ ვუზომოთ ტემპერატურას. რაც შეეხება უკვე მაღალ ტემპერატურას, როდის შეგვიძლია რომ დამწევი მივცეთ, არის 38.3 და ზევით. 38-მდე ან 38-ზე ტემპერატურის დამწევის მიცემა არ არის სასურველი. ჯერ ერთი ვერ ხვდებით ტემპერატურა ნამდვილად მაღალ ციფრებამდე ადის თუ არა. მერე მეორე ორგანიზმს არ ვაძლევთ საშუალებას იმისა, რომ თვითონ ებრძოლოს ამ ვირუსს, რაც აქვს, შეიძლება სულ არ ავიდეს მაღალ ციფრებამდე, 38-მდე ავიდეს და თავისით ჩამოვიდეს. ამიტომ 38.3-დან შეგვიძლია უკვე რომ მივცეთ დამწევი. ერთი გავრცელებული შეცდომა არის, რომელსაც აკეთებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რომ მაგალითად მისცემენ ერთი ჯგუფის დამწევ საშუალებას და 2 საათში მეორე და 2-3 საათში შემდგომ მეორეს მისცემენ. ერთხელ გამოყენება მსგავსი რაღაცის შეიძლება არ იყოს, არაფერი არ დააზიანოს, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში მსგავსი მედიკამენტების მიცემა არ არის სასურველი, მით უმეტეს პედიატრიულ ასაკის ბავშვებში, რადგან სხვა მრავალი გართულება შეიძლება რომ გამოიწვიოს. ამიტომ აუცილებელი არის რომ მინიმუმ 4-6 საათიანი შუალედ დავიცვათ ტემპერატურებს შორის. თუ ვთქვათ ტემპერატურა უნდა დაუწიოს ქალბატონეთია იმ დამწევზე, ხო? ახლა თქვენ იძახით რომ 2 საათში კიდე ადროს. იგი თუ სიცხე არ ეწევა უკვე სერიოზულად უნდა. აი უკვე სერიოზულია და ითქვათ გრიპი შეიძლება. კი, რა თქმა უნდა, გრიპი, ეს ღორის გრიპს, რომელსაც ვახსენებთ, ზუსტად ეს ახასიათდება, რომ ტემპერატურა არ იწევს მარტივად და არ ექვემდებარება ამ ანტიპირატულ საშუალებებს. ყველაზე კარგი საშუალება არის, რომ მაღალი ტემპერატურის დროს მივცეთ დამწევი, რა თქმა უნდა, 1-2 საათის შემდგომ თუ ვხედავთ, რომ ტემპერატურა ან არ იძვრის, ან ძალიან უჭირს ჩამოსვლა და ნელ-ნელა ჩამოდის, ამ შემთხვევაში, როგორც თქვენ თქვით, ოთახის ტემპერატურით წყლით ვასველებთ ტილოს და მთელ სხეულს პაციენტს ვუზელთ, განსაკუთრებით კისრის არეში, რაც ეხმარება სხეულს გაგრილებაში და ტემპერატურის ჩამოსვლაში. უნდა ასევე გავითვალისწინოთ, თუ ვთქვათ ხელები და ფეხები აქვს პაციენტს ცივი და გაყინული, ამ შემთხვევაში სავარაუდოდ ტემპერატურა უკვე უფრო მაღალ ციფრებამდე მიდის და მაღლა იწევს, ამ შემთხვევაში უნდა ჩავათბუნოთ, რომ გავათბოთ, ხოლო როცა უკვე ხელებიც და ფეხებიც გამთბარი ექნება და მაღალი ტემპერატურა არის კვლავ, ამ შემთხვევაში უკვე უნდა დავიწყოთ ფიზიკური გაგრილების მეთოდები. რაც შეეხება ის ხალხურ მაყურებელი შემოვიყვანოთ და შემდგომ განვაგრძობთ მოვინიშნავ ხალხურ მედიცინას. მოგესალმებით, საღამო მშვიდობის პირდაპირ ეთერში ბრძანდებით შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. ალო. მოგესალმებით. დათია მადანაშვილი სადაი? გისმენთ. თუ გისმენთ, მადრო ელაპარაკები ვიღაცასა და ყურადღებას მე არ მაქვს. მე თქვენი თანამშრომელი ვარ. გისმენთ ბატონო. როგორ ბრძანდებით? მადლობთ, კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? გილოცამთ, ძვერსა, ახალსა, შობასა, სუხურას. დიდი მადლობა. ბედნიერები იყავით. დიდი მადლობა. დიახ, გისმენთ. ერთი გამეცი პასუხი, ხორგოდაშვილი სად არის? აუცილებლად დაბრუნდება. მადლობა, ჩვენ დღეს სამედიცინო გადაცემაზე ვსაუბრობთ. დიდი მადლობა ზარისთვის. გმადლობთ, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ქალბატონეთია, რომ განვაგრძოთ ხალხურ მედიცინაზე საუბარი. ხალხურ მედიცინას რაც შეეხება ძმრიან წინდებს, ძმრიანი და სპირტიანი წინდები რო ვახსენეთ, დაახლოებით იგივე არის, რაც გრილი წყლით გაგრილება პაციენტის, თუმცა ეს ძმარი და სპირტი ძალიან აზიანებს განსაკუთრებით ბავშვების კანს, აორთქლებას იწვევს და კანის დაზიანებას ვიწვევთ ხოლმე ამ შემთხვევაში. იგივენაირად ძმრიანი წინდა რო არ გამოვიყენოთ, შეგვიძლია უბრალოდ გავაგრილოთ ბავშვი, ფეხები იქნება, ხელები თუ მთელი სხეული, შეგვიძლია უბრალოდ გავაგრილოთ და არ გამოვიყენოთ მაინდა-მაინც ძმარი, რომელიც მათ შეიძლება რომ კანი დაგვიზიანოს. თუმცა ძალიან კარგია, რომ აი ეს წყლით შეგვიძლია გაგრილება, მაინდა-მაინც არ არის ხოლმე
სიცხის დროს ეს სიამოვნო, მაგრამ ნუ რას ვიზავ? თუ 6 საათზე სწრაფად არ მოხდა ტემპერატურის დაწევა, მაშინ უკვე მივდივართ როგორც ჩანს საავადმყოფოში, ეს არის გრიპის ვირუსი და ვაქცევთ ბავშვს ყურადღებას, ხო? ქალბატონეთი ასევე მინდა გკითხოთ აი ამ ენტეროვირუსებზე, რომელიც ახლა არის გავრცელებული, რამდენად ხშირია და კიდევ მაინტერესებს აი თან თუ ერთვის ამ ვირუსს. ამ გრიპის ვირუსს შეიძლება ერთად შეხვდეს ორივე ვირუსი. გასაგებია, კი. რა თქმა უნდა, ორი ვირუსი შეიძლება რომ ერთად იყოს, მაგალითად ადენოვირუსი და რინოვირუსი ერთად იყოს, თუმცა ეს არ ამძიმებს უფრო მეტად მდგომარეობას. თუმცა გრიპის ვირუს, ღორის გრიპს იგივეს, მცირე ასაკის ბავშვებში ახასიათებს თვითონაც ღებინება და გახშირებული ნაწლავთა მოქმედება, ამიტომ შეიძლება ესეც იყოს გრიპის ვირუსი, ამიტომ აუცილებელი არის განსაკუთრებით 3 წლამდე ბავშვები ბავშვისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ 3 წლამდე ბავშვს, რომელსაც აღენიშნება მაღალი ცხელება, ადინამია, მივარდნილი არის, სითხეს ვერ იღებს, კარგად საკვებს ვერ იღებს, თან აქვს ღებინება, ხო? თან აქვს ღებინება, გახშირებული ნაწლავთა მოქმედება, ეს უკვე მიგვითითებს იმაზე, რომ შეიძლება გაუწყლოებაც იყოს, სახლში ვერ ვმართოთ ეს ყველაფერი, მithumedes თუ მივარდნილი არის თამაშის. ამ დროს ალბათ გადასხმებით სჭირდება ბავშვს, როცა ესეთი სიტუაციაა, ხო? თუ დაუშვათ ბოდიშით რომ გაწყვეტინებთ. არსებობს ძალიან ბევრი, ასე რომ ვთქვათ, ღებინების საწინააღმდეგო, ასევე აი რეგიდრონის მაგვარი საშუალებები თქვენ უფრო მეტყვით რა ქვია ამ საშუალებებს, ხო? როდესაც ბავშვს ვაძლევთ, ხო? ამ დროს აი თუ ამასაც იღებს, თუ ესეც არ სიამოვნებს მის ორგანიზმს, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში და პლუს მაღალი ტემპერატურის დროს. ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებს ბავშვებში ძირითადად არ ვიყენებთ ხოლმე. რეგიდრონს, როგორც თქვენ გვის, ორალური რეჰიდრატაციული საშუალებები, ამას ძალიან კარგად ვიყენებთ ხოლმე. ძალიან კარგი არის ღებინების და დიარეის შემთხვევაში, თუ გამოვიყენებთ. და კიდევ ერთი უნდა ითქვას, თუ ძუძუთიკვებაზე არის ბავშვი. იდეალური არის ძუძუთიკვების გაგრძელება, ნებისმიერი გრიპის ვირუსი იქნება, ჩვეულებრივი ვირუსი იქნება, თუ გულისრევა, ღებინება, ან გახშირებული ნაწლავთა მოქმედება, დედის რძე ძალიან ეხმარება ბავშვს სითხის შევსებაშიც და ასე ვთქვათ პირველ აცრასაც ეძახიან ზოგადად დედის რძეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ძუძუთიკვებაზე იმყოფებიან, უფრო ნაკლებად ავადდებიან ხოლმე ამა თუ იმ ვირუსული დაავადებებით. კი. მაყურებელია ეთერში, მივესალმოთ საღამო მშვიდობის. მოგესალმებით. გამარჯობა. არის მის თქვენი ხმა, დიდი მადლობა, დიდი მადლობა. დღეს ჩვენ გვაქვს სამედიცინო გადაცემა და მხოლოდ ამ თემაზე მივიღებ კითხვებს დღევანდელ ეთერში. ასევე კოქსაკის ვირუსია კიდევ გავრცელებული ძალიან ხშირია, უკვე რამდენიმე თვეა თითქმის, ხო? შარშანაც იყო ეს ვირუსი, თუ წელს ახალია ეს? დიახ, შარშანაც იყო, წინა წლებშიც იყო, რა თქმა უნდა, ოღონდ რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდებოდა ხოლმე, მაგრამ შარშანაც და წელსაც, ანუ ყოველწლიურად ნელ-ნელა უფრო იმატებს კოქსაკის ვირუსის შემთხვევები. ბაღებში იყო ეხლა ძალიან ხშირი შემთხვევა, ბაღის ბავშვებს ხშირად ჰქონდათ ხოლმე კოქსაკის ვირუსი. ზოგადად ძალიან გადამდებია, როგორც მე ვიცი, ხო? თუ ერთს აქვს, შეიძლება 10 ბავშვს გადაედოს აი ეს კოქსაკის ვირუსი. გადადების გზა ფეკალურ-ორალური გზით გადაეცემა, ანუ დაბინძურებული ნივთება, ბავშვი, რომელიც არის დაავადებული, ნებისმიერ საგანს, რასაც მოკიდებს ხელს და შემდგომ მეორე ბავშვი მოკიდებს, იგივე სათამაშო იქნება თუ არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთი, აი ამით ხდება გადადება და ბაღში, ამიტომ ხშირი არის ხოლმე ხა ერთ და იგივე სათამაშოთი თამაშობენ და ხშირი არის ხოლმე გადადება. უფრო ბაღიდან მოდის ეს ვირუსი. დიახ, რა შეიძლება ითქვას კოქსაკის ვირუსზე. კოქსაკის ვირუსი რამდენიმე ტიპის დაავადებას იწვევს. ეხლა ჩვენ რომელზეც ვსაუბრობთ, ხელფეხპირის დაავადებას უწოდებენ. ხელფეხპირის დაავადებას უწოდებენ, რადგან ხელებზე, ფეხებზე და პირის ღრუში და პირის გარშემოც ასევე ბავშვს აღენიშნება ვეზიკულური გამონაყარი, აი ბუშტუკები, პატარა იგივე. რეალურად არ არის მძიმე დაავადება, მსუბუქად მიმდინარეობს ხოლმე, ან საშუალო სიმძიმით. უბრალოდ ერთ-ერთი რაც მათ შეიძლება რომ გაართულოს მდგომარეობა არის პირის ღრუში გამონაყარი,
მტკივნეული არის და საკმაოდ მძიმე და რთული არის ხოლმე ბავშვებისთვის საკვების მიღება. ყველაზე მეტად რით შეიძლება რომ გართულდეს კოქსაკის ვირუსი არის საკვებზე და სითხეზე უარის თქმა, რის გამოც შეიძლება პაციენტი მოხვდეს საავადმყოფოში. თორე ისე მაღალი ტემპერატურაც არ ახასიათებს, შეიძლება სუფებრილური ტემპერატურა ქონდეს, გამონაყარი, რომელიც დაახლოებით 3-6 დღეში უკვე ლაგდება ხოლმე, განსაკუთრებული, ვთქვათ, მედიკამენტური მკურნალობა არ სჭირდება, ანუ არაფერი წამალი არ არის, თვითლიმიტირებადი დაავადება არის, რაც ვერ ვიტყვით გრიპის ვირუსზე და ასევე თავის დაცვაც, ვთქვათ, იმუნიზაცია არ არსებობს ამ კოქსაკის ვირუსის, ერთადერთი რითიც შეგვიძლია რომ თავი დავიცვათ, ჰიგიენური ნორმების დასვა არის, ხელების დაბანა ხშირად, ვთქვათ, ბაღში დარწმუნებული ვარ და ვიცი რომ ამას საკეთებენ ყოველდილას სათამაშოების და ყველაფრის ძველი წესრიგის ვერ არის გარანტი იმის, რომ რა თქმა უნდა არ შეხდება. კი, მაგრამ თავარია მსუბუქად მიმდინარეობს. კი, თუმცა ძალიან რთულია ამ დროს, როდესაც არის პირის ღრუში გამონაყარი, ამ დროს ბავშვს საჭმელი შესთავაზო, აი ეს არის ძალიან რთული. როგორ უმკლავდებიან ხოლმე საინტერესოა მშობლები ასეთ დროს, ან როგორ აძლევენ ბავშვს კვებას. შეიძლება დაბლენდერებული შესთავაზო ამ დროს. აი თხევადი საკვები უფრო მეტად, აი სითხეები, რძე, მაწონი, აი უფრო თხევადი საკვებს, სუპი, თქვა შეიძლება თხელი ბავშვი, ხო. თავარი არის აი ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს გრიპი იქნება თუ კოქსაკი თუ რაც არ უნდა იყოს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ მიიღოს რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სითხეს. საკვები რომც არ მიიღოს, ორგანიზმი ისე არ დასუსტება, როგორც სითხის მიუღებლობით. ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ სითხე რაც შეიძლება დიდი რაოდენობით მივაწოდოთ. ეს იქნება რძე, წყალი, კომპოტი, სახლში დამზადებული ჩაი, არ აქვს მნიშვნელობა. აი თქვენ თქვით რომ თუ დაუშვათ გართულდა, შემდეგ უკვე პაციენტი მოდის საავადმყოფოში. აი გართულებულ კოქსაკის ვირუსს როგორ მკურნალობთ? საბედნიეროდ რა იწვევს, ანუ რა შეიძლება გამოიწვევს გართულებულმა ამ შემთხვევაში? საბედნიეროდ წელს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში არც ერთი კოქსაკის ვირუსიანი პაციენტი არ გვყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ არ მიმდინარეობს მძიმედ, ანუ კლინიკამდე მოსული არც ერთი არ იყო, ბინაზე მოხდა მათი მკურნალობა, თუმცა ყოლია, რა თქმა უნდა, მსგავსი შემთხვევები. ეს შეიძლება იყოს პირის ღრუში იმდენად დიდი რაოდენობის გამონაყარი, რომელიც მერე შეიძლება გასწდეს და ძალიან მტკივნეული იყოს, საკვების მიღება და სითხის მიღებაზეც უკვე უარს რო ამბობს ბავშვი, ამ შემთხვევაში თავსდება კლინიკაში და ძირითადად სითხის შევსება, გადასხმა შეიძლება რომ მოხდეს. ანტიბიოტიკი ან ანტივირუსული მედიკამენტი არ ჭირდება. თუ არ არის გართულებული, რა თქმა უნდა. თუმცა ანტიბიოტიკი ჭირდება ამ ვირუსებს გართულებულს. მე მინდა ისევ მივუბრუნდე, რადგან კიდევ მაქვს კითხვები ამ ვირუსებთან დაკავშირებით. აი მაგალითად მიმდინარეობს ხველა, გულისხმობ ბავშვს, აქვს ხველა და მიმდინარეობს ტემპერატურა 37 და 2, 37 და 5, 37 და 3. შეიძლება უკვე რომ განგაშის სიგნალი იყოს, ხო? და არ ჩერდებოდეს დღეების განმავლობაში ეს ტემპერატურა. აი მიუხედავად იმის, რომ არის დაბალი სიცხე, რამდენად საშიშია პნევმონიას გულისხმობ მე ამ კუთხით. დიახ. მნიშვნელოვანი არის მან ძალიან ბევრი საკითხი, რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება ეს ტემპერატურა. ვთქვათ 5 დღე, 3 დღე, 10 დღე თუ რამდენი ხანი. ხველის ინტენსივობა როგორი არის? შეიძლება თავიდან სუსტად კონდეს რამდენიმე წამოხვალება ერთეული ხველა, შემდგომ უფრო გახშირებული იყოს. აი ამ ყველაფერს დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ თუ ახლა გახანგრძლივებული ხველა აქვს თვეზე მეტი და ასევე ტემპერატურა ერთვის, აი ეს სუფებრილური ან 38-მდე ტემპერატურა ერთვისთან, ასევე მნიშვნელოვანია რომ მიმართოს ექიმს, რადგან ის უფრო ღრმა კვლევებს დაუნიშნავს, რომ სხვა თუმცა დაავადებები როგორც მე ვატყობ, აი ეს ვირუსები ახლა რაც არის გავრცელებული, ძალიან მალე გადადის ფილტვში და იწვევს ფილტვის ანთებას. დიახ, ეს გრიპის ვირუსი, იგივე ყურის გრიპი, რომელზეც ამდენი ხანი ვსაუბრობდით, თუ არ არის ბავშვი ვაქცინირებული და თუ ტამი და ანტივირუსული მედიკამენტი არ დავიწყეთ თავიდანვე პირველ 48 საათში საუკეთესო შემთხვევაში და თუ არა და პირველ 5 დღეში შეგვიძლია რომ დავიწყოთ. ამ შემთხვევაში ცხელებები გრძელდება ხანდახან 9 დღე, 10 დღე და უფრო მეტიც და ასევე შეიძლება რომ გართულდეს ფილტვის ანთებით, რაც აუცილებლად უკვე ანტიბიოტიკოთერაპიას საჭიროებს და აუცილებლად სტაციონარში მკურნალობას საჭიროებს. ხალბატონ ნეთია, როდესაც შედიხართ აფთიაქში, ალბათ თქვენც ხო გიყიდიათ ვირუსის წამლები და შემოუთავეთ
განთავაზებია ფარმაცევტს, აი იმუნიტეტისთვის რაღაც მედიკამენტი. გინდა ბავშვისთვის სიროფი, გინდა დიდი ადამიანისთვის ტაბლეტი, ამას არ აქვს ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა, ხო? აი რამდენად მოქმედებს ეს იმუნიტეტის სწავლები და მართალია თუ არა, ან თუ არა, მაშინ საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ამ იმუნიტეტის სწავლებს, რომლებიც შემოდის, ხო? საინტერესო კითხვა, ნამდვილად იმუნიტეტის მოსაძლიერებლად ვერანაირ მედიკამენტს ვერ მივცემთ ბავშვს, რომელმაც შეიძლება რომ თქვათ იმუნიტეტი გაუძლიეროს ან აუმაღლოს. ის ვიტამინების კომპლექსები, რომლებიც არსებობს, ეს იმუნიტეტს არაფერს არ უშვება ის რომ თქვა მე ვიტამინს ვაძლევ ჩემ შვილს და ვირუსი არ დაემართება ეს გამორიცხულია ამისთვის არსებობს ვაქცინაცია რომელიც უნდა გაიკეთოს ყოველწლიურად ბავშვმა რაც შეეხება იმუნიტეტის გაძლიერება როგორ შეუძლია ბავშვს მშობელს როგორ შეუძლია რომ გაუძლიეროს ბავშვს იმუნიტეტი. ეს ძალიან ჩვეულებრივად, რასაც დარწმუნებული ვარ, ყველა დედა და მამა აკეთებს. სწორი კვება, ჯანსაღის საჭმელი, რომ საკვებში იყოს თქვა ხორცი, ბოსტნეული, თევზი, ხილი, რძის, ყველაფერი რომ მიიღოს ბავშვმა. ასევე აუცილებელი არის ხშირი ხელის დაბანა, თქვა ეზოდან სახლში ამოსვლის დროს ხელის დაბანა, ყველა კვების წინ ხელის დაბანა, რომ თავი დავიცვათ ვირუსებისგან. ასევე ბოდიშით რომ გაწყვეტინებთ. როდესაც კოვიდი იყო ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული, აი ეს მიმართვა რო იყო ექიმების რო ხშირი ხელის დაბანა, სპირტით, პირბადე, თითქმის ყველა ადამიანს ეკეთა ქუჩაში პირბადე გარეთ რო გადიოდი, ხო? ანუ ვერ დაინფიცირდებოდი, იმიტომ რომ თუ ვინმე დაახველებდა, მას ეკეთა პირბადე. დახურულ სივრცეშიც ანალოგიურად იწმინდებოდა ყველაფერი, ანუ შიში იყო ადამიანებში ის რომ ვირუსი იყო კოვიდი გავრცელებული და შეიძლება და რაღაც ევნო ადამიანებისთვის ხო და მე მახსოვს რომ აი ასეთი ტიპის ვირუსები მაგ დროს იყო ძალიან მცირე რაოდენობით გავრცელებული ეს ალბათ იმის ფონზე რომ ადამიანები იცავდნენ იმ წესებს რომელიც ანუ ყოველწლიურად არის რა თქმა უნდა ხომ და არც არავის არ გვიკეთია ახლა ნიღაბი და არავინ აღარ დავდივართ იმიტომ რომ ჩავთვალეთ რომ აი აღარ არის კოვიდი მორჩა ეს ვირუსები და ჩვენ შეგვიძლია რომ თავისუფლად გადავადგილდეთ ხომ მაგრამ როგორ ჩანს აი არანაკლები მდგომარეობა ახლა ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში ხო აი ღორის გრიპი რომ შეხვდეს მოხუც ხო აი შეიძლება რომ დარწმუნებით თქვათ რომ აი კოვიდზე უფრო მძიმეთად შეიძლება გადაიტანოს, ხო? და თან მით უმეტეს, როდესაც არის ქრონიკული დაავადებები თანდართული, ხო? მასია, ანუ მე იმის თქმა მინდა ამ კითხვით, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ წესებს, იმ ჰიგიენას, იმ დაცვას, სხვადასხვა ტიპის ვირუსებისთვისაც და არ უნდა იყოს ეს საჭირო მხოლოდ COVID ინფექციების დროს. კი, რა თქმა უნდა, იმ პერიოდში ყველა ნამდვილად პირბადეს ატარებდა, ნებისმიერს, ვისაც წამოახველებდა სახლში რჩებოდა, არ მიდიოდა სამსახურში, ძალიან თავს იცავდნენ ხელების დაბანაც ნამდვილად მოუწოდებდა ყველა ხელს იბანდა ყველა სტერილიზაცია კეთდებოდა თითქმის ყველაფერს. თუმცა ეხლა მგონია რომ კოვიდის შემდგომ ის ადამიანები ვისაც თქვათ სიცხე აქვს ტემპერატურა ხელა აქვს მაინც რჩებიან სახლში რომ არ გადადონ სხვებს და რამდენიმე ადამიანი მინახავს პირბადით ისევ რომ დადის ალბათ ვირუსული ინფექციისგან თავის თუმცა არ იყო რთული ალბათ ხომ შეგვძლებია რომ აი ასე გავაკეთოთ ყველაფერი და ალბათ აი ადამიანებმაც რომ დაიცვან ის სწორი წესები და ის ჰიგიენა მე მაინც იმას ვფიქრობ რომ აი ამდენი ვირუსი აღარ გვექნება და სახშიც აღარ მივუტანთ ჩვენს პატარებს რა თქმა უნდა იმიტომ რომ სახში ჩვენ დიდებს მეგვაქვს პატარებისთვის სწორედ ეს ვირუსები ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ბაღიც რომ გამოვრიცხოთ ამ შემთხვევაში აი რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქალბატონ ნეთია აი თუნდაც ზამთარში კურორტზე წასვლას ბავშვებისთვის ზაფხულშიც ასევე რამდენად მნიშვნელოვანია აი ამ ვირუსებისთვის იმიტომ რომ ზოგი იძახის რომ 3 წელი უნდა ატარო გადაბმულად ზოგი იძახის რომ ბაკურიანი ზოგი სურამი ზოგი საერთოდ გვეუბნება რომ სოფელში წაიყვანეთ და საერთოდ არ ჭირდება კურორტი მე გამიგონია ბევრი პედიატრისგან რომ 21 დღეზე ნაკლები არ უნდა წაიყვანო ეს მითია თუ რეალობა აი ამ ყველაფერს ძალიან ბევრი მშობელი აქცევს ყურადღებას იმიტომ რომ ჩვენ გონია რომ
აი თუ წავიყვანთ ხო ზამთარში ან ზაფხულში კურორტზე ჩვენ შულს მე აღარ უნდა გახდეს ცუდად, იმიტომ რომ ვიცით რომ აი ბაკურიანი კარგია ფილტვებისთვის, ურამი კარგია ბრონხებისთვის, აი ასთმური შეტევებისთვის და ეს ხო გადმონაშთია ჩვენი წინაპრებისგან და ვიცით რომ ეს არის ძალიან კარგი, რა თქმა უნდა, სუფთა ჰაერზე ვის არ სიამოვნებს წასვლა, მაგრამ აი რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობისთვის ეს ყველაფერი. ისევ დაახლოებით იგივე კითხვას ვაგრძელებთ, იმუნიტეტი როგორ უნდა გაუძლიეროთ ბავშვს მკვების შემდგომ უნდა მეთქვა აუცილებლად სუფთა ჰაერი, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში ბავშვი უნდა იყოს აქტიური, უნდა იყოს ეზოში და თამაშობდეს, დარბოდეს, სეირნობდეს აუცილებლად. არ აქვს მნიშვნელობა ზამთარი იქნება თუ ზაფხული, ყოველ სეზონზე აუცილებელია რომ ბავშვი იყოს სუფთა ჰაერზე რამდენიმე საათის განმავლობაში. რაც შეეხება აი ბაკურიანი ჯობია თუ სურამი და 21 დღეს, რა თქმა უნდა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ადგილას წაიყვან და რომელ კურორტზე წაიყვან. მთავარია რომ უბრალოდ ამ გამონაბოლქვისგან შორს იყოს სუფთა ჰაერი, იყოს ტყე, იყოს ახლოს სადმე და ყველა რაც ჩამოთვალეთ თითქმის იგივენაირი არის და იქაც სუფთა ჰაერზე უნდა იყოს და ფიზიკური აქტივობაც უნდა ქონდეს ამავდროულად. 21 დღეს რაც შეეხება ესე განსაზღვრული დღეების რაოდენობა არ არის, უბრალოდ ზოგადად უმჯობესია რომ რაც დიდი ხნის განმავლობაში იქნება, მით უკეთესი, თორე ესე 21 დღე არანაირად არ არის განსაზღვრული რამენაირად. ასევე მაინტერესებს გეგმიური აცრები, რამდენად მნიშვნელოვანია პატარებისთვის, იმ კუთხით, რომ აი ზოგიერთ მშობელს არ მიყავს კლინიკაში, იმიტომ რომ არის ვირუსები, აგვიანდებათ, დაგვიანებული თუ შეიძლება თუნდაც 1 წლის ვაქცინა, თუნდაც წლინახევრის ვაქცინა, ანუ შეიძლება რომ რამდენიმე თვეში ავცრათ პატარა ამ ყველაფერზე. დიახ, 1 წლის ვაქცინა ძალიან მნიშვნელოვანი არის. წითელაწითურა ყბაყუროს ვაქცინა არის. წლინახევრის დაუშვათ. ყველა ვაქცინას, იმიტომ აქვს განსაზღვრული დრო, რომ ყველა ვაქცინა თავის დროზე არის გასაკეთებელი და მნიშვნელოვანი არის, თუმცა თუ ვთქვათ 1 წლის ასაკში ან ნებისმიერი აცრის დროს ბავშვს აქვს მაღალი ცხელება და მიმდინარე ვირუსული იმიტომ რომ ინფექცია ვირუსებია და ამ კითხვას იმიტომ გისვამთ, რომ შეიძლება ძალიან ბევრ მშობელს აინტერესებდეს ეს. რა თქმა უნდა, მიმდინარე ვირუსული ინფექციის დროს აცრა არ არის რეკომენდირებული, თუმცა როგორც კი ჩამთავრდება 38 ნახევარზე სიცხეზე ხა ნამდვილად აცრას არავინ არ აკეთებს და არც არის რეკომენდირებული. თუმცა როცა ჩამთავრდება ის ვირუსული ინფექცია, მაშინვე, რაც მალე მით უკეთესი უნდა ავცრათ, რადგან რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული წითელას შემთხვევა საქართველოში და ამ 1 წლის განმავლობაში უფრო მეტი. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ აიცრას, 1 თვის დაგვიანების იქნება თუ 2 თვის დაგვიანების შემდგომ, რაც მალე აიცრება, მით უკეთესი რა თქმა უნდა. იმიტომ რომ აუცილებლობის დროს უფრო მეტი გართულებები შეიძლება შეხვდეს ბავშვს, თუ შეხვდა მაგალითად წითელა, ხო? აი მე ვიცი რომ ერთი პერიოდი იყო რაღაც ცუდი კამპანია 90-იან წლებში აგორებული და მე ერთი პერიოდი წითურა შეხვდა ბევრ ორსულს და იმდენად ცუდი რომ ასე რომ ვთქვათ შეწყვიტეს ორსულობაც კი იმდენად ცუდია ეს წითელა წითურა განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალბატონებისთვის და ბავშვებისთვის რა თქმა უნდა არის ძალიან რთულად გადასატანი. ცოტა დრო გრჩება გადაცემის დასრულებამდე და მე მინდა დაგისვათ კითხვა, რას ურჩევთ მშობლებს? თქვენ ახლა მუშაობთ იმ კლინიკაში, სადაც არის ძალიან ბევრი მომართვიანობა, სადაც წევს უამრავი ბავშვი, სადაც ყველა თქვენ გეკითხებათ რჩევას და მინდა მიმართოთ, რას ეტყვით მშობლებს, რა იქნება თქვენი რჩევა, აი თუნდაც აი რომ შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ჯერ იმ შემთხვევაში რომ თავიდან აიცილოს აი ასეთი ტიპის გართულებები და შემდეგ იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ ვერ აიცილა უკვე აი ეს ცუდი პროცესები მან თავიდან. თავდაპირველად ისე იგივეს გავიმეორებ, მნიშვნელოვანია რომ გრიპის ვაქცინა გაიკეთოს ყველა ბავშვმა, განსაკუთრებით ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, მაგალითად ასთმა, დიაბეტი და ასე შემდგომ, ან ნევროლოგიური დაავადებები. ვაქცინის შემდგომ უკვე
შეგვიძლია თავი დავიცვათ ხშირად ხელების დაბანით, შეგვიძლია თავი დავიცვათ იმითი, რომ ვთქვათ, კვება მოვაწესრიგოთ, სუფთა ჰაერზე იყოს ბავშვი, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ბაღის პერიოდში ბაღში ბავშვები ვინც დადიან, ვერ ავიცილებთ თავს ვირუსებისგან. უბრალოდ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ არ გართულდება და ვთქვათ გრიპისთვის მომზადებული ვიყოთ, რომ ვაქცინირებული იყოს ჩვენი ბავშვი. თუ ვთქვათ გრიპი შეხვდება, რომ მარტივად გადაიტანოს და არ გართულდეს, თორე ისე სხვა ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციებისგან თავს ვერანაირად ვერ დავიცავთ. პირიქით ეს პერიოდი გასავლელი არის, უნდა შეხვდეთ ვირუსები და მერე როცა გაიზრდებიან, უკვე ამ ვირუსებზე იმუნიტეტი ექნებათ და აღარ შეხვდებათ ცოტა დიდები რო იქნებიან. დიდი მადლობა ქალბატონო ნათია, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის. ეს იყო თემა, რომელიც ყველა ადამიანს საინტერესოს, განსაკუთრებით მშობლებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრი პროფესორი ქალბატონი ნათია ჩხაიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა ქალბატონი ნათია კიდევ ერთხელ. გმადლობთ რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებთ. ასევე ჩვენს მაყურებელსაც დიდი მადლობა. ბედნიერ შობა ახალ წელიწადს ვუსურვებ. ეს გახდათ გადაცემა სამედიცინო ინტერაქტივი. მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვარ. დიდი მადლობა რომ გვისმენთ, გვიყურებთ. დარჩით ობიექტივზე, რა თქმა უნდა, წინ ძალიან საინტერესო გადაცემა ბიგელით მე კი უკვე მომავალ წელს შეგხვდებით და ასე რომ გისურვებთ ბედნიერ შობა ახალ წელს და გისურვებთ რომ ყველას ერთად ერთიან მშვიდ და მთლიან საქართველოში გვეცხოვროს ნახვამდის.